99 წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს. ნახეთ საყვარელნო, რომ წმინდა წერილში უსარგებლოდ არა ითქმის რა. შეხედეთ, რამდენი სასარგებლო რამ ითქვა გუშინ, აგარისა და მისი გაქცევის შესახებ რომ ვლაპარაკობდით. ჩვენ მამამთავრის დიდი სიმშვიდის ამბავი შევიტყვეთ, მისი პატივისცემა სარასადმი და ისიც რომ მისთვის უპირატესი სარასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაა. ნახეთ, რომ ღმერთმა თავისი გამოუთქმელი წყალობითა და მართლის პატივისცემით არა მხოლოდ დააბრუნა თავისი ქალბატონის შიშით უდაბნოში მოხეტიალე აგარი, არამედ აბრაამს მისგან მშობლი ისმაელისგან შთამომვალობა შესძინა. ამით ანუგეშა კიდეც იგი და მოთმინებითვისაც დააჯილდოვა. ისმაელის დაბადებისას მამამთავრის ასაკის აღსანიშნავად წერილი მისი ცხოვრების წელთა რიცხვს გვამცნობს და ამბობს. 86 წლის იყო აბრამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა აბრამს. ახლა წერილის ეს ბოლო გამონათქვამი განვიხილოთ და მართლის უდიდეს მოთმინებასა და უფლის დიდებულ და გამოუთქმელ კაცმოყვარებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით. ამ ყოველივეს აშკარად დავინახავთ, თუ მართლის ასაკს დავაკვირდებით და იმასაც მივხედავთ, რომ ყოვლადსახიერი ღმერთი მამამთავრის ცხოვრების კეთილად წარმართვის მიზნით, გამუდმებით განსაცდელებით ცდიდა მას და ამით მის სულში ღვთისადმი სიყვარულს ავლენდა. უფალი, ცხადია, თავად აშკარად ხედავდა ამ სათნოებებს თავის მონაში, ხედავდა მის კეთილსახიერებას და მარგალიტის ფასი უწყოდა. მაგრამ მას სურდა, რომ ეს ყოველივე მის თანამედროვეთათვისაც გაცხადებულიყო, რათა მომავალი თაობები მართლის სათნოებებს მიეზიდა და ბაძვის მოშურნეობით აევსო. ამიტომაა, რომ მართლის სულიერ ღირსებებს უფალი თანდათანობით და გამუდმებულად ავლენს. ეს იმისთვისაც ხდება, რომ ჩვენც ვისწავლოთ, არასოდეს დავკარგოთ ღვთისგან აღთქმულის რწმენა და სასო არ წარვიკვეთოთ, როდესაც მისი აღსრულება ყონდება. უნდა გვწამდეს, რომ ღმერთმა რაც აღგვითქვა აუცილებლად შეგვისრულდება, თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ ხდებოდეს. ამიტომ ამ ყველაფერმა სულიერად კი არ უნდა დაგვცეს, არამედ აღთქმელის კეთილმზრახველობა და ყოვლისშემძლეობა არ უნდა გვავიწყდებოდეს და ვიცოდეთ, რომ როდესაც იგი მოისურვებს აღთქმის აღსრულებას, მაშინ ყოველივე მას დაემორჩილება და მის ნებას დაჰყვება. როგორც უფალსა და ბუნების შემოქმედს, მას ბუნებაზე აღმატებულის მოცემა შეუძლია. ასე რომ, ნუ გამოვიძიებთ საღვთო საქმეებს საკუთარი უძლურების მიხედვით და მოვლენათა ბუნებრივი ანალიზი ნუ შეგვაშფოთებს. როგორც გონიერმა მონებმა თავიანთი ბატონის უსაზღვრო ყოვლისშემძლეობა რომ იციან აღთქმული ვირწმუნოთ, ჩვენს ბუნებრივ სისუსტეზე ავმაღლდეთ, რათა აღთქმულიც მივიღოთ და თავის დროზე დავტკბეთ კიდეც მისით და ღმერთსაც შესაფერისი პატივი მივაგოთ. ჩვენი მხრიდან სწორედ ასე გამოვავლენთ ჭეშმარიტ ღვთისთაყვანისცემას, როდესაც მისი ყოვლადძლიერების იმედი გვექნება, თუნდაც ის, რასაც ხორციელი თვალით ჩანს, სრულიად საპირისპიროზე მიანიშნებდეს. ან რა გაკვირვებს, როდესაც გეუბნები, ყველაზე დიდი ღვთისთაყვანისმცემლობა მისი აღთქმის უყევების რწმენაშია მეთქი? როდესაც ჩვენივე მსგავსი ადამიანები ამ დროებითი და ხრწნადი საგნებიდან რაიმეს შეგვპირდებიან, ჩვენ არ ვეჭვობთ და დაპირების უყოყვანოდ გვჯერა. თანაც ჩვენი ამ უნარით რომ გვწამს და ამ ადამიანებს ეჭქვეშ არ ვაყენებთ, დიდად საპატიოდ მივიჩნევთ. და ასეთი დამოკიდებულება გვაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც გამუდმებით იცვლებიან. ისინი ხომ თავიანთივე უძლურების გამო ყოველთვის ვერ ასრულებენ საკუთარ განზრახვას. და განა უმეტესი რწმენა არ გვმართებს ღვთის აღთქმისადმი, თუნდაც ის დაუყოვნებლივ არ სრულდებოდეს. ახლა მე ეს ყოველივე უმიზნოდ არ მithქვამს, არამედ იმისთვის, რომ ამჟამინდელ საკითხავს რომ შევუდგებით, შევძლოთ იმის დანახვა, რომ კაცთმოყვარე ღმერთი, მამამთავრის განდიდების სურვილით, რამდენი წლის განმავლობაში აყოვნებს აღთქმის აღსრულებას. მართალი კი არ მწუხარებს მას დაყოვნება სასოწარკვეთილებას არ გვრის, მოწყინება არ იპყრობს, არამედ კეთილი იმედეებით იკვებება და ყოველმხრივ ავლენს სულის კეთილშობილებას. მართლის სათნოებებს მკაფიოდ დავინახავთ, როდესაც გავიგებთ თუ რამდენი დრო გასულა. სწორედ ამას გვაჩვენებს სული წმინით შთაგონებული ნეტარი მოსე. და რას გვეუბნება იგი მაშინ, როდესაც აბრაამ ღვთის ბრძანება ყურად იყო და 70 წლის ასაკში ქარანიდან ქანაანის მიწებისაკენ გაემართა? როდესაც მან ქანაანის მიწას დაადგა ფეხი, ღმერთმა აღუთქვა, რომ ამ მიწას მას და მის შთამომავლობას მისცემდა და ქვიშასა და ვარსკვლავებივით გაამრავლდება როგორც მას, ისე მის მოდგმას. ამ აღთქმის შემდეგ კი მართლის თავს ბევრი რამ მოიწია. მას შიმშილის გამო ეგვიპტეში მოუწია გადახვეწა. აქ მოიტაცეს სარა, რასაც ღვთის განგებულების გაცხადება მოჰყვა. ეგვიპტიდან დაბრუნებას კი სარას შეურაცხყოფა გერარის მეფის მხრიდან და ღვთის დაუხანებელი შეწევნა. როდესაც ღვთის აღთქმის შემდეგ მართალი ყოველივე ამას ხედავდა, სული არ უშფოთავდა მას. არ კითხულობდა ამისთანავე დაპირების შემდეგ ყოველდღიურად ამდენი განსაცდელი რად მოიწეოდა მის თავს, ან ამდენ ხანს უშუალოდ რად რჩებოდა. მას როგორც ღვთისმოსავ კაცს შეშვენის არასოდეს გაუბედავს, რომ საღვთო საქმეები საკუთარი სუსტი გონებით განესაჯა. მშვიდად იყო. და ღვთისთვის სასურველი ერთადერთ ნუგეშად მიაჩნდა. 9 წლის შემდეგ აბრაამს მხევლისგან შეეძინა ისმაელი და ეგონა, რომ სწორედ ასე აღსრულდა აღთქმა. 86 წლის იყო აბრამი, ამბობს წერილი მამამთავარზე, როცა ისმაელი უშვა აგარმა აბრამს. და ამის შემდეგ ღმერთი კიდევ 13 წლის განმავლობაში ცდის მართლის მოთმინებას და მხოლოდ ამის შემდეგ აღასრულებს აღთქმას.
უფალმა იცის, რომ როგორც ბრძმედში დიდხანს დაყოვნებული ოქრო, მართლის სათნოებაც ამ შემთხვევაში უფრო წმინდა და ნათელი გამოჩნდება. შემდეგ კი, როდესაც აბრაამი უკვე 99 წლის იყო, ღმერთი კვლავ გამოეცხადა მას. რა დაყოვნებდა ამდენ ხანს უფალი? იმისთვის, რომ იმნოს არამხოლოდ მართლის დიდი მოთმინება და სათნოებები დავინახოთ, არამედ უფლის უსაზღრო ძლიერება. როდესაც ბუნება საბოლოოდ დაუძლურდა და შვილიერებისთვის სრულიად უნაყოფო შეიქმნა, იმიტომ რომ აბრაამის სხეული უკვე სრულად განლეული და გამომშრალი იყო სიბერისაგან, მხოლოდ ამის შემდეგ გამომზეურდა მთლიანად მართლის სათნოება და ღვთისძლიერების უსაზღროება. და თავისი ძალის გამოვლინებით ღმერთი აღასრულებს აღთქმულს. აუცილებელია, რომ თავად ის სიტყვები მოვისმინოთ ღმერთი, რომ ეუბნება აბრაამს. როდესაც იგი 99 წლის იყო, გამოეცხადა მას ღმერთი და უთხრა. როდესაც ამას მოისმენ, ღმერთი გამოეცხადაო, მიწიერს ნურაფერს წარმოიდგენ და ნუ იფიქრებ, რომ ხორციელი თვალით საღვთო და უხორცო ბუნების ხილვაა შესაძლებელი. მხოლოდ ღვთისმოსაობით განსაჯე. გამოეცხადა უფალი მას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გამოცხადების ღირსაც ცნო იგი და მასთან საუბრით განსაკუთრებული შემწყნარებლობა გამოავლინა და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი, იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენ შორის და დიდად გაგამრავლებ. და პირქვე დაემხო აბრამი. დიდია მართლის ღვთისმოსაობა მაშინ, როდესაც ღმერთი უჩვეულო და კეთილ განზრახვას ავლენს მისდამი. უფალი ამბობს: მე ვარ ღმერთი ძლიერი, შემდეგ იგი ამბობს: დავდებ აღთქმას ჩემსა და შენ შორის. თითქოს და ამით ეთქვას: მე ვარ, ვინც აქამდე წარმართავდი შენს ცხოვრებას. მე ვარ, ვინც შენი სახლიდან გამოგიყვანე და აქამდე მოგიძეხ. მე ვარ, ვინც შენი მოწინააღმდეგეები დაგამარცხებინე და შენს წინააღმდეგ ამხედრებულებზე ძლევა მოგიპოვე. უბრალოდ კი არ უთქვამს: მე ვარ ღმერთი, არამედ მე ვარ ღმერთი ძლიერი და დავდებ აღთქმას ჩემსა და შენ შორის. უდიდეს სიკეთეს მიაქციე ყურადღება და აკვირდი ამ სიტყვებითაც კი, როგორ ავლენს იგი მართლისადმი სიყვარულს. მთელი სამყაროს ღმერთი, ყოველთა შემქმნელი, მიწისა და ზეცის შემოქმედი ამბობს: მე ვარ ღმერთი ძლიერი. დიდი პატივია მართლისთვის. ჩვეულებრივ ასე წინასწარმეტყველები ლაპარაკობენ. როგორც ახლა თავად ღმერთი ყოველთა უფალი ნებას აძლევს მონას, რომ მის ღმერთად იწოდებოდეს, როგორც შემდეგ ნახავთ, იგი ამბობს: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. ასევე როგორც წინასწარმეტყველები არც თუ იშვიათად ამბობდნენ ხოლმე: ღმერთო, ღმერთო, და ამით მხოლოდ ღვთისმეუფების აღიარებით არ შემოიფარგლებოდნენ და საკუთარ უსაზღრო სიყვარულს აჩვენებდნენ. მართლაც, როდესაც ამას ადამიანები აკეთებენ, ალბათ არც არის გასაკვირი. მაგრამ როდესაც თავად ღმერთი იქცევა ასე ადამიანებთან დაკავშირებით, ეს საკვირველი და სასწაულებრივია. ასე რომ ნუ გავიკვირვებთ საყვარელნო და ვუსმინოთ წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: ერთი მართალი 1000 ცოცხალს სჯობს. ასევე მოусმინოთ ნეტარ პავლეს, რომელიც იტყვის: იქცეოდეს ხალენებითა და თხისწყავებითა ნაკლულევანი, ჭირვეულნი, ძვირხილულნი, რომელთა ღირსვი არა იყო სოფელი ესე. ამით წინასწარმეტყველი გამოხატავს, რომ ღვთის ნების აღმასრულებელი ერთი ადამიანი ურჯულოთა მთელ სიმრავლეს აღემატება. ხოლო მთელი სამყაროს მოძღვარი ნეტარი პავლე ყველა იმ მართლის გახსენებაზე თავისი ცხოვრება მწუხარებითა და 1000 გვარი განსაცდელით სავსემ რო გაატარა, ამბობს, რომ ამათ ღირსვი არა იყო სოფელი ესე. მთელი სამყაროს წინააღმდეგ ამ დევნილ და მწუხარი ადამიანებს გვიჩვენებს, რათა სათნოებათა დიდებულება დაგვანახოს. ამიტომაც ეუბნება შემოქმედი მამამთავარს: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. მე არ უკუვაგდებ შენი სათნოებების ღვაწლს, არამედ დავდებ აღთქმას ჩემსა და შენ შორის და დიდად გაგამრავლებ. უბრალოდ კი არ ამბობს გავამრავლებო, არამედ გავამრავლებო დიდად, რითაც უჩვეულო გამრავლებას წინასწარმეტყველებს. ის რაც ადრე მან გამოხატა სიტყვებით, როგორც ქვიშას და ვარსკვლავებს, სწორედ იმასვე აღნიშნავს აქ სიტყვა დიდად. მადლიერმა და ღვთისმოსავმა მონამ, მისკენ ესოდენ მოდრეკილი ღმერთის ხილვაზე, თავის მსახურისადმი გამოვლენილ ესოდენის ზრუნვის დანახვაზე, გაოცებულმა და თავისი ბუნების უძლურების შემცნობმა, ღვთის სიკეთე და მისი უსაზღრო ძალა გულისხმაყო. პირქვე დაემხო, ამბობს წერილი აბრამი და ამით მადლიერება გამოხატა. ის კი არ ამაღლდა და გაამპარტამდა ესოდენი პატივის დანახვაზე, არამედ უმეტესად დამდაბლდა. პირქვე დაემხო ნათქვამია აბრამი, ასეთია მადლიერება სულისა, რაც უფრო მეტად უახლოვდება ღმერთი, მით უმეტეს ღვთისმოსაობას ავლენს. პირქვე დაემხო აბრამი და მაშინ მართალმა, როდესაც მისთვის მინიჭებული ესოდენი კადნიერების შემდეგ საკუთარი თავი და ადამიანური ბუნების უძლურება დაინახა, მხოლოდ თავის მოდრეკა არ იკმრა, ქვედადრკა და ასე გამოხატა უდიდესი ღვთისმოსაობა. ნახე, კვლავაც როგორ გამოუთქმელ მოწყალებს ავლენს ღმერთი. ასე ელაპარაკა მას ღმერთი: ეს მე ვარ და აჰა, ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა იქნები. აღარ გერქვა სამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ. დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან. დააკვირდი საყვარელო, ამჯერადაც რა აშკარად უწინასწარმეტყველებს ღმერთი მართალს და უფრო მეტად რომ დაარწმუნოს იგი, მის სახელს კიდევ ერთ ბგერას უმატებს და ამბობს: უამრავ ხალხთა მამად გაქცევ. დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.
მისი ადრინდელი სახელი აბრამი ნიშნავს გადასახლებას და რამდენადაც მას თავისი მიწიდან გამოსვლა და ქანაანის მიწაზე მისვლა ეწერა, მშობლებმა ეს სახელი უწოდეს. შეიძლება ვინმე მიკითხოს, მისი მშობელები ხომ ურწმუნოები იყვნენ და ისინი იმის განჭვრეტას როგორ შეძლებდნენ, რაც მრავალი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო? და სწორედ ეს არის ღვთის საოცარი განგებულების საქმე. იგი ურწმუნოთა მეშვეობითაც კი განაგებს ამგვარ შემთხვევებს. მსგავსი რამ და ამაში არაერთგზის დავრწმუნებულ ვართ, სხვა დროსაც მომხდარა. აი სწორედ ახლა მახსენდება ნოეს სახელდება. მასაც ხო უბრალოდ და შემთხვევით არ დაარქვეს სახელი მშობლებმა და იმთავითო ხომ მის სახელში იგულისხმებოდა მრავალი წლის შემდეგ მოსახდენი წარღვნა და რომ მამამისმა იმის გამო კი არ უწოდა შვილს ეს სახელი, რომ იგი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა იქიდან გაიგე, რასაც წერილი ამბობს. მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში. წერილი არ დადუმდებოდა და მით უმეტეს არ იტყოდა. ნოე ერთადერთი მართალი იყო მამამისი ლემექი, რომ ამ მართლის მსგავსად საცნოებთან მოშურნე ყოფილიყო. თანაც, როდესაც თავისი შვილისთვის სახელის დარქმევას განიზრახავდა, წერილი ამბობს: უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა. ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა. მითხარ, საიდან იცოდა ლამექმა თუ რა უნდა მომხდარიყო მრავალი თაობის შემდეგ. იგი ამბობს, მას სახელად ნოე დაერქმევა და ეს გვანუგეშებს. ნოე ებრაულად სიმშვიდეს ნიშნავს. მაშ ასე წარღვნის დროს მთელი დედამიწა წყლით რომ დაიფარა, მხოლოდ ნოეს შეეძლო გადარჩენა და მხოლოდ მას შეეძლო ახალი წარღვნის შემდგომი მოდგმისთვის მიეცა დასაბამი. ამიტომ ამბობს ლამექი. ეს გვანუგეშებს ნუგეშად კი წარღვნა მოიხსენება. მართლაც წარღვნამ ადამიანთა ცოდვებით დამძიმებული, ყოველგვარი უწმინდურობით ახსავსე და კაცთა ურჯულოებით შებილწული მიწა წყლით რომ დაფარა, განწმინდა კიდეც ის. მიწა ხომ უწმინდურად მის მცხოვრებთა ბოროტებამ აქცია. ისინიც ამ სასჯელით დაამშვიდა, რადგანაც სიკვდილი დასვენება ადამიანისთვის. ამბობს წერილი. ახლა ხომ ხედავ, რომ ხშირად ურწმუნოთა მიერ მოასწავებს ხოლმე უფალი მომავალს. სწორედ ასევე უწოდეს სახელი მშობლებმა მართალ აბრაამსაც, იმთავითო იმის მინიშნებით, რომ აქედან გადასახლდებოდა, მდინარეს გადალახავდა და უცხო მიწაზე დამკვიდრდებოდა. ასე რომ უფალი ეუბნება მას. თუ კი მშობლებისაგან შერქმეული შენი სახელი შენს აქედან გადასახლებას ნიშნავდა, ახლა შენს სახელზე ერთი ასოს დამატება მოასწავებს, რომ მრავალი ხალხის მამა შეიქმნები. შეხე, რა სიზუსტია ამ სიტყვებში? კი არ უთხრა ყველა ხალხთა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უამრავ ხალხთა. და რადგანაც არსებობდა ხალხები, ვინც ამ მიწიდან უნდა განდევნილიყო, რათა პატრიარქის შთამომავლობას მიეღო სამკვიდრო, ღმერთი ეუბნება, უამრავ ხალხთა მამა იქნები. რადგანაც ვიცი შენი სათნოებების სიმაღლე, ამიტომ მრავალი მოდგმის წინამძღვად გაქცევ. დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან. ამ სიტყვებს გვერდს ნუ აუვლით, საყვარელნო. თუ ჩვენ მამამთავრის ასაკს ჩაუფიქრდებით, დავაკვირდებით იმას, რაც მან მოისმინა უღრმეს სიბერეში, გაგვაოცებს მართლის რწმენა და ძლიერება კაცთმოყვარე ღმერთისა, რომელმაც ამ ლამის უკვე მკვდარი ადამიანისგან დაუძლურებული სხეულით ყოველდღიურად აღსასრულს რომ მოელოდა, თესლის ისეთი გამრავლება მოასწავა, რომ მისგან უნდა წარმომდგარიყო ხალხები და მარტო ამას კი არ წინასწარმეტყველებს, არამედ იმასაც, რომ მეფენი გამოვლენ შენგან. ხედავ, როგორ თანდათანობით მაღლდება აღთქმა. ამბობს დიდად გაგამრავლებ. უმიზეზოდ კი არ იმეორებს ღმერთი ამ სიტყვას, არამედ იმისთვის, რომ მართალს შთამომავლობის სიმრავლე აჩვენოს. შემდეგ კი თვით მამამთავრის სახელზე ასოს დამატებით, როგორც ერთგვარ სვეტზე, ამოკვეთს თავისი აღთქმის წარუშლელ ნიშანს და ეუბნება მამამთავარს. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენ შორის და შენს შთამომავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები. მარტო შენზე კი არ გამოვავლენ უდიდეს ზრუნვას, არამედ თელ შენს თესლზე შენი სიკვდილის შემდეგაც. შეხე როგორ ამხნევებს მართლის სულს, როდესაც პირდება, რომ მის მოდგმაზე თავის განგებულებას უხვად აჩვენებს. რაშია ძალა აღთქმისა? შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები. ეს იქნება უდიდესი წყალობა შენზე და მთელ შენს შთამომავლობაზე. მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელ მიწას სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები. შენი სათნოებების გამო შენი შთამომავლებიც ჩემი განგებულების ქვეშ იქნებიან და მივცემ მათ ქანაანის მთელს მიწას სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები. რაც ნიშნავს თქვენი ღმერთი ვიქნები. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ჩემი წყალობის ნიშნად ყოველთვის ვიზრუნებ მათზე და შევეწევი მათ. ოღონდაც დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე. სხვას თქვენგან არაფერს ვითხოვ, მორჩილებისა და მადლიერების გარდა და აღგისრულებთ ყველაფერს, რასაც დაგპირდით. მაგრამ იმისთვის, რომ თავისთან დაეახლოვებინა აბრაამის შთამომავლობა და თავის ხალხად ექცია იგი, უფალს არ სურდა, რომ დროთა განმავლობაში მას შემდეგ, რაც ისინი გამრავლდებოდნენ, აღრეულიყვნენ სხვა ერებთან, რომელთა მიწაც უნდა დაემკვიდრებინათ. გარდა ამისა, რადგანაც აბრაამის შთამომავლობას მომავალში ეგვიპტის ტყვეობა ელოდა და ეგვიპტელებთან აღრევის საფრთხეც არსებობდა, უფალი როგორც ერთგვარ ნიშანს, აბრაამს წინდაცვეთის წესს დაუდგენს და ამბობს:
ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა ჩემსა და თქვენ შორის და შენ შთამომავლობა შორის თაობიდან თაობამდე. წინა დაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა. დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენ შორის. შემდეგ კი იმისთვის, რომ ამ წესის მიზეზი მიგვახვედროს და გვარწმუნოს, რომ ეს სწორედ იმისთვის ხდება, მისი რჩეულიერი ნიშნით აღიბეჭდოს, უფალი ამბობს, ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენ შორის. შემდეგ კი წინადაცვეთის წესის აღსრულების დროსაც დაადგენს. 8 დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე, სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა. ერთი სიტყვით, ყველა, ვინც კი თქვენთან ერთად იცხოვრებს, მიიღებს ამ ნიშანს. და ყოველი, ვინც საჭირო დღეს არ მიიღებს წინადაცვეთას, მოიკვეთოს, რადგანაც უგულებელყო ჩემი აღთქმა და დაარღვია ის. უფლის სიბრძნე შენიშნე, მან წინ და წინ უწყის მათი გულის სამომავლო გარყვნვის შესახებ და როგორც ერთგვარ აზღუდს, ამგვარ აღთქმას აძლევს. ამით მათ აულაგმავ ნებებს ერთგვარად ალაგმავს და წარმართებთან აღრევის საშუალებას არ აძლევს. უფალმა იცოდა მათი ვნებები და ისიც, რომ ისინი ვერავითარი ჩაგონების შედეგად ვერ გაუმკლავდებოდნენ პირუტყულ გულის თქმებს. ამიტომ წინადაცვეთის ნიშნით მარადიულ ნიშანს უბოძებს მათ. ეს ნიშანი ერთგვარ შემაკავებლად უნდა ექცეთ მათ. ეს ზომასა და საზღვარს დაუდგენს, რომელზეც არ უნდა გადააბიჯონ, მუდმივად თავიანთი მოდგმის წრეში დარჩნენ და სხვა ხალხებთან აღრევის ნება არ მისცენ თავს. ამ საშუალებით უნდა შეინახონ წმინდად თავინთი მამამთავრის თესლი, რათა საღვთო აღთქმა აღსრულდეს მათზე. და როგორც რომელიმე პატიოსანი და კრძალული ადამიანი, თავდაუჭერელი მონის პატრონი იმით ალაგმავს მას, რომ წესად უდებს, თავისი ბატონის კარიბჭეს არასდროს გასცდეს, თვალით არ დაენახოს გამვლელებს და ხშირად შებორკავს კიდეც, რომ ამნაირად მაინც მოთოკოს მისი აღვირახსნილობა. ასევე კაცთმოყვარე ღმერთი სხეულზე ადებს წინადაცვეთის ნიშანს, როგორც ფეხზე ბორკილს, რათა მათ გამუდმებით ატარონ ხსოვნა და სხვების დარიგება აღარ დასჭირდეთ. თუმცა უგუნური და უგრძნობელი იუდეველები დღესაც სრულიად უადგილოდ იცავენ წინადაცვეთის წესს და მასზე ბავშვური წარმოდგენა აქვთ. მას მითხარ, დღეს რიღისთვის სურთ წინადაცვეთა? მაშინ ეს აღთქმა იმისთვის მიიღეს, რომ სხვა უწესო მოდგმებს არ შერეოდნენ. მაგრამ დღეს, როდესაც ღვთის მადლით ყველა ერი ეზიარება ჭეშმარიტების ნათელს, რაღაც არგებს წინადაცვეთა? განა ხორცის მოკვეთა, რამენაირად სულის თავისუფლებას განაპირობებს. ებრაელებო, განა არ გესმათ რა აშკარად ითქვა. ეს იყოს ნიშნად აღთქმისა. თითქოს ამით დაგვანახეს, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი უგუნურების გამო საჭიროებდნენ ამგვარ ნიშანს. მსგავს შემთხვევებს ხშირად ადამიანთა შორისაც ვხედავთ. როდესაც ვინმეს არ ვენდობით, ვცდილობთ, რომ მისგან წინდის სახით რამენიარი ნიშანი მივიღოთ. ასევე ყოველთა ღმერთმა, რადგანაც ებრაელების უგუნურება იცოდა, მოინდომა, რომ მათგან ეს ნიშანი მიეღო და არა იმისთვის, რომ ის სამუდამოდ შერჩენოდათ. ძველი აღთქმის დასრულებისთანავე ის უნდა გაუქმებულიყო ისევე, როგორც ნადგურდება და უქმდება ყველა ნიშანი და წინდი იმ ადამიანებს შორის, ვინც რაღაც კონკრეტული საქმითაა დაკავშირებული ერთმანეთთან, მაშინათვე როგორც კი ეს საქმე მთავრდება. სწორედ ასევე აქაც. ეს ნიშანი იმისთვის მოგენიჭათ, რომ პატრიარქისგან გამოსული ხალხი თვალხილულად გამორჩეულიყო დანარჩენებისაგან. მაგრამ რადგანაც იმ ხალხიდან, ვისთან აღრევის საფრთხის წინაშეც იდექით, ნაწილი განადგურდა, ნაწილი კი ჭეშმარიტების ნათელს ეზიარა, აღარც თქვენ გმართებთ ამ თქვენი უგუნურების აღმნიშვნელი ნიშნის ტარება, არამედ მისი მოცილება და პირველ ღირსებაში დაბრუნებაა საჭირო. დაფიქრდი, ის საოცარი კაცი ხომ მამამთავრს გულისხმობ, ვიდრე წინადაცვეთის ბრძანებას მიიღებდა მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ღვთისთვის სასურველად და 1000 გზის განდიდა ღვთისაგან. და მხოლოდ ღვთის აღთქმის აღსრულების მოახლოებისას, ისააკი რომ უნდა დაბადებულიყო და გამრავლებულიყო მისი მოდგმა, ხოლო თავად მამამთავარი ამ ქვეყნიდან გადასახლებულიყო, ამის შემდეგ მიეცა მას წინადაცვეთის აღთქმა. და თავადაც ღრმა სიბერეში წინადაიცვեց, რომ მომავალ თაობებს მისი ნამოქმედარი წესად და კანონად ქცეოდათ. და საყვარელნო, თქვენც რომ დარწმუნდეთ, რომ წინადაცვეთა არანაირად არ წაადგება სულიერ სათნოებებს, საქმის ვითარება კარგად უნდა განვიხილოთ. რისთვის ამბობს ღმერთი? 8 დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა. ფიქრობ, იმისთვის რომ კაცთმოყვარე ღმერთმა ეს დრო ორი მიზნით განსაზღვრა. ჯერ ერთი, ჩვილობის ასაკში რომ ადვილი ყოფილიყო წინადაცვეთის ტკივილის გადატანა. მეორე კი იმისთვის რომ ებრაელებს ცოდნოდათ. წინადაცვეთა თავისთავად სულს არას არგებს და ის მარტოდენ ნიშანია. მართლაც, წინადაცვეთის წესმა რა უნდა არგოს უასაკო ჩვილს. სულის ნაყოფად ხომ ის ითვლება, რაც თავისუფალი ნებით კეთდება. ანუ, როდესაც თავად სული ირჩევს სიკეთეს და ბოროტებას განერიდება. სული სრულქმნილი მაშინაა, რომ ადამიანს არა მხოლოდ ის არ ეცოტავება, რაც მას გააჩნია, არამედ იმასაც, რაც აქვს, სხვებს უნაწილებს. სულის სრულქმნილება არ მიეწებო აწმყოს და გამუდმებით მომავალზე ფიქრობდე. მაშ, სხეულზე ნიშანს სრულქმნილებასთან რა ესაქმება. მაგრამ უგუნური და უცნობო იუდეველები ჭეშმარიტების გამოფწყინების შემდეგაც ჯერ ისევ ჩრდილში რომ სხედან და ისევ ჭრაქის შუქით ინათებენ მაშინ, როდესაც სიმართლის მზე ნათობს და ყველგან ხფენს თავის სხივებს. ისინი ჯერ კიდევ რძით იკვებებიან, როდესაც მაგარი საკვების ჟამი მოსულა და არ სურთ უსმინონ ნეტარ პავლეს, მთელი ხმით რომ ქადაგებს.
სასწაულად მოიღო წინადაცვეთილება, იგი ბეჭდად სიმართლისა სარწმუნოებისა მის წინა დაუცვეთილებასა მას შინა. შეხე როგორ გვასწავლის აქ მოციქული ერთსაც და მეორესაც. იმასაც რომ აბრაამმა წინადაცვეთა მიიღო როგორც ნიშანი და იმასაც რომ წინადაცვეთამდე მან სიმართლე სარწმუნოებით აჩვენა. იუდეველებმა იმის თქმა რომ ვერ გაბედონ განა წინადაცვეთამ არ გაამართლა აბრაამიო? ამიტომ გამალიელის ფეხებთან გაზრდილი და ჯულში გულმოდგინედ გაწვრთნილი ნეტარი პავლე ამბობს. ნუ ფიქრობთ, ურცხო იუდეველებო, რომ წინადაცვეთა თავისთავად გაამართლებდა მას. ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე გამოავლინა სარწმუნოება და მანამდე გამართლდა. ერწმუნა აბრაამი უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს. ამგვარად, უკვე მას შემდეგ, რაც თავისი რწმენით გამართლდა, იღებს იგი წინადაცვეთის ნიშანს. ჯერ მის სახელს უმატებს ღმერთი ასოს და მერე უწესებს წინადაცვეთას. ამით აჩვენებს, რომ მხოლოდ უდიდეს სათნოებათა გამო ირჩევს იგი მართალს და ახლოებს უფალთან და მის გამო მის შთამომავლებსაც. და როგორც ის ადამიანები მონების შეძენისას სამოსა და სახელებს, რომ უცვლიან მათ და ყველაფერს აკეთებენ მათ, გასარჩევად სხვათა მონებისაგან. იმისთვის რომ ყველა ხვდებოდეს თუ ვინაა მათი პატრონი, ასევე ღმერთი, იმის სურვილით რომ აბრაამი სხვა ადამიანებისაგან გამოირჩეოდეს, სახელზე ასოს დართვით აღნიშნავს, რომ იგი მრავალი ხალხის მამა იქნება, ხოლო წინადაცვეთით რომ ეს მოდგმა იქნება რჩეული და რომ აბრაამისგან გამოსული ხალხი სხვა ხალხისგან გამოირჩევა. მაგრამ მათ თავიანთი სიბრმავის გამო მაინც წინადაცვეთა სურთ და ყურად არ იღებენ პავლეს ნათქვამს. უკვე თუ წინა დაიცვითოთ, ქრისტემან თქვენ არა იგარგოს. უფალი ხომ იმისთვის მოივლინა, რომ ყოველივე ეს გაეუქმებინა და რჯული ხომ იმისთვის აღასრულა, რომ სამომავლოდ ძველი რჯული გაეუქმებინა, ამიტომაც შეძახებს ნეტარი პავლე, რომელნი ეგეს ჯულითა განმართლდებით, მადლისამისგან გამრდომილ ხართ. ჩვენი მხრივ სწორედ ნეტარ პავლეს მოусმინოთ და ხელით უქმნელი წინადაცვეთა მივიღოთ. რომლითაცა წინა დაიცვითეთ, წინადაცვეთითა მით ხელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გვამისა, მის ხორცთა მათ ცოდვათაისა, წინადაცვეთითა ქრისტესითა. და შემდეგ ამგვარი წინადაცვეთილების არსის საჩვენებლად განაგზობს მის თანა დაეფლენით ნათლისღებითა. ისევე როგორც წინადაცვეთა განასხვავებდა იუდეველებს სხვა ხალხებისგან და ამ ხალხს ღვთივრჩეულად წარმოაჩენდა, ასევე ჩვენს მორწმუნეებს ნათლისღების წინადაცვეთა განგვასხვავებს აშკარად და ცხადად ურწმუნოთაგან, რომლითაცაც წინა დაიცვითეთ ამბობს მოციქული წინადაცვეთითა მით ხელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გვამისა, მის ხორცთა მათ ცოდვათაისა წინადაცვეთითა ქრისტესითა. როგორც იქ სრულდება წინადაცვეთა ხორცის მოკვეთით, ისე აქ ნათლისღება ცოდვათაგან განშორებით. მას ცოდვილი ხორცის ერთხელ განწმენდისა და სუფთა სამოსით შემოსვლის შემდეგ, საყვარელნო სიწმინდე შევინარჩუნოთ. ხორციელი ვნებები დავამარცხოთ, სათნოებები გავითავისოთ. მადლით მოსილებმა იმას მივბაძოთ, ვინც რჯულის ქვეშ ცხოვრობდა თვით რჯულის მოცემამდეც, რომ ჩვენი ცხოვრება მის კვალს მივადევნოთ, მის წიაღში მოხვედრის ღირსად ვიქცეთ და მარადიულ სიკეთეს ვეღირსოთ. მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.